მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხოვნის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასენ და მოდი სხვა დასტით გავშალოთ. ეს იყოს თუნდაც დავიზარდეთ მომხო. აღონთ რამე. ესე იგი, მადლიერებას, როდესაც გამოვხატავ თქვენს მიმართ, რაღაცა ხდება სასწაულები, მერე ცუდი რაღაცეები და ამიტომ თავშევიკავებ, გენაცვალეთ უკვე მე რამდენიჯერ არის, რომ მადლიერებას გამოვხატავ და რაღაცა შემოვარდება ისეთი ხალხი, მე აუცილებლად უნდა ვიბუყბუყო ისეთი ვიდეო ჩავწერო. ამიტომ ნახოთ ახლა. ჩუმდები, აღარ ვამბობ არაფერს. ვისთვის არის გაშლა? თქვენ დროს ელოდებით თითქოს აი ერთი ნაბიჯი და მიზანთან ხართ. აი ესეთი ვარიანტი არის თქვენ შემთხვევაში. ერთი ნაბიჯი. კარგით ნახოთ მაშინ რა არის ეს ერთი ნაბიჯი, რა მიზანია და ასე შემდეგ. შრომობთ, კი ბატონო, დაბნეული ხართ, კი ბატონო და რაღაცა ესე ვთქვათ შესაძლებელია იმ შედეგზე ვერ გადიხართ, რაც თქვენ ამ ეტაპზე გინდათ, ხო? აშკარად ენერგიას დებთ და უბრალოდ შეიძლება ამ წუთში რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში ხართ, ესეც ვიღაცისთვის ასეც იქნება, ხო? ან უბრალოდ დაბნეული რა ხდება, აი რაღაც ესეთი შეგრძნებით. მოდი მაშინ ნახოთ რა ხდება. რა ხდება სინამდვილეში? რა ხდება? რატო ხართ დაბნეული? ცოტა შეიძლება კარმული პერიოდი, ვიღაცასთან რატო ხართ დაბნეული? ხო. ერთ რაღაცას გეტყვით. აქ შესაძლებელია რაღაც აი როგორი მომენტი მიფიქსირდება, იცი? რაღაცა შეიძლება ვერ გათვალეთ თავის დროზე უფრო ესეთი ნაბიჯი. და კიდევ არის ის მომენტი, რომ აქ თქვენ რამე არ გამოგივიდეთ, ეს ვარიანტი კი არ არის. ამ შემთხვევაში როგორ უნდა გითხრათ, იცით? აი ამ წუთში მაგალითად მე იმასაც ვერ ხედავ, შეიძლება წარსულში კი იყო რაღაცა, მაგრამ არა, რაღაც ვერ გათვალეთ, მაინც ასე მგონია, მიზეზი ეს არის. მაგრამ დაბნეული მაინც კარგი ვერ გათვალეთ, მაგრამ ხო, აი ამან გამოიწვია სრული თქვენი ქაოსში ჩავარდნა. ხომ არის ხანდახან, მოდი ასე გეტყვით მაშინ, ხანდახან არის ისეთი მომენტები, რაღაცას რომ გააკეთებ ადამიანს შეიძლება ემოციურ ფონზე გადაწყვიტეთ რამე სიტყვაზე, შეიძლება რამე შეძენაც იყოს, ხო? აი გადაწყვეტილებას რომ ხებულობს ადამიანი და შემდეგ უკვე დაფიქრდება, ან რაღაცას რომ მიმოქმედებს და შემდეგ დაფიქრდება. და რაღაცა ჩავარდება, ესე რომ ვთქვათ, მე ამის გამო ეს რატო ვქენი, რისთვის და ასე შემდეგ. რა გააკეთეთ ახლა, რა იმოქმედეთ და ვისთვის არის ეს გაშლა? ახლა დანარჩენი თქვენ უკვე მიხვდებით, ხო? არის თუ არა თქვენთვის და ხართ თუ არა ამ პოზიციაზე. აი ეს არის აქ რაღაცა მოულოდნელად, ეს არ არის დაფიქრებული ნაბიჯი, ეს არის მოულოდნელი, აი ემოციებზე აყოლილი, როგორ სპონტანური თუ როგორი ნაბიჯი ქვია. აი ესეთი ნაბიჯის გადადგმა, რამაც ჩაგაგდოთ ესე რომ ვთქვათ, გაურკვევლობაში შემდეგ და ესე დაიბენით და რაღაცა ესეთი ვარიანტი არის და არ არის გამორიცხული, რომ ახლა ცდილობთ გამოასწოროთ, ხო, დაუშვათ რაღაცა, მაგრამ თითქოს არ გამოდის.
იმიტომ რომ ვერ განსაზღვრეთ, მერე დაფიქრდით და ასე შემდეგ. კარგი ვნახოთ. მე მაინც ნახვა აქ უკვე არკანების ამოღება პრინციპში არც კი მჭირდება, იმიტომ რომ აქ თქვენ ერთი ნაბიჯი ან ერთი მოქმედებით ამ დროს ნახეთ არ არის იმ ხელასირთულე რომ ეს ვერ გადააგოროთ ეს საკითხი და ან დაუშვათ არ მოგვარდეს. პირიქით წადით წინ, ნუ გაჩერდებით, აი იმოძრავეთ, ხო? აი დაუშვათ ეხლა ეს საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. ნუ რა გავაკეთოთ ეხლა არ იყო ეს საკითხი. დღის წესრიგში არ ქონდათ, მაგრამ დადგა. მე ასე მგონია რომ უფრო თქვენზე არის დამოკიდებული ეხლა რას იზამთ. გაჩერდებით და ესე გააგზელებთ ვიშვიშ ვაი რა ვქნა თუ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ნუ ბოლო დასრულდეს რა ეს ყველაფერი, ხო? და დაიწყებთ ცვლილებების შეტანას თქვენს ცხოვრებაში და უბრალოდ ამ ნაბიჯს მიიღებთ კიდევ ერთ გაკვეთილად, შეიძლება ესე, ხო? სხვათა შორის აქ კარმული მომენტიც არის. ეს კარმული მომენტი რამტო დაზიანდით, არ არის გამორიცხული, ხო? კი, დაზიანდით რაღაცნაირად მაინც და აი რომ არ ელოდებით ისეთი, რა ვიცი, ვისთვის არის ახლა ეს. და ამიტომ გინდა არ გინდათ შესაძლებელია შესვენება, დაფიქრება, ეს ყველაფერი გაჩერება, ამიტომ მოხდა. ესე გაქვთ. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე შეგიძლიათ ცვლილებები შეიტანოთ, როგორც თქვი. და გადახვიდეთ სხვა ეტაპზე. აქ სურვილის ასრულება, მიზანის ასრულება, წინსვლა, მიზნების უпростоრ და ნელ-ნელა. სხვათა შორის მე მაინც მგონია, რომ აქ რატომღაც ბედი იხსნება ვიღაცას ან ეს თქვენი მიზნები, სურვილები გასაგებია, მაგრამ მიზანში შეიძლება არ გაქვთ და იდეაში არა გაქვთ ეს ბედის თემა, მაგრამ აქ ვიღაცას ან იხსნება. არ არის გამორიცხული, შეიძლება წარსულს მთლად ვერ დავარ, შეიძლება უკვე იცნობთ ან გამოჩნდება. რატომღაც აქცენტი სადღაც წავედ, იცი, სამართალი თუ მოსამართლე თუ ადვოკატი, ვიღაცა აი ასეთებისკენ გამექცა ეხლა გონება, არ არის გამორიცხული, ვინმე ესე პაგონებიანმა დაგადგათ თვალი ან გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. ახალი დღას. არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში ვინმე ესეთი. კარგი. ანუ მაინც რაღაც მაინც ესეთი მგონია, რატომღაც აი ფორმას ვხედავ, ეს ტაროში მანდა მაინც კი არა, რაღაც ენერგია მოდის, ფორმაცია, უყონთ აი ამნაირი ფორმა. ადვოკატის კი არა, სასამართლოს თუ რა ვიცი, რაღაცა ესეთი ფორმაცია განსხვავებული, ნუ რა. კარგით. მოდი არ გავაკეთოთ, სხვა ინდივიდუალური არ არის, მაგრამ რატომღაც ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც იყო, რომ ესეთი ადამიანი შეიძლება შემოდის თქვენს ცხოვრებაში. კარგით, ვნახოთ მაშინ როგორ განხორციელდება ეს თქვენი მიზნები, სურვილები, რა ასიზამთ ახლა, ან რა უნდა გააკეთოთ. ჩემო კარგებო, ვიღაცა იფოლის კოშკთანაც წახვალთ სამოგზაუროთ, ოღონდ თაფლობისთვის. კარგით, რა ეს მიზნები როგორ განხორციელდება, მე რაც თქვენ მოაგროვებთ აქ ინფორმაცია თუ გაინტერესებთ ინფორმაციას, თუ თანხებთან არის დაკავშირებული თანხებს, აი რაღაცას როგორ არის, იცი, იმ პოზიციაზე გადადიხართ, შეიძლება ამ საქმეს როგორ შემოუკრათ თავი თუ ეს ქაოსი რაც იყო, აი ამ ყველაფრის მოკვარახჭინებაში გადადიხართ რა. მოაგვარებთ. ხო. კარგით, კიდეც ვნახოთ როგორ იქნება, როგორ წავა მაშინ თქვენი საქმე ცხოვრება. იცით რა არის, რაღაც აქტიური ფაზით შემოდის ადამიანი, მე აქ ხედავ პირდაპირ დაოჯახების თემას, რომელიც გაგიჩენთ იმედს, კაი ხანი არ გამიშლია, ეთყობა, რა ვიცი, დასტა უნდა შემეცვალა.
რომ ესეთი სამოსული ხო ინფორმაცია. აქ არის ისეთი მომენტი, თუ გულის ტკივილი ქონდათ, ან წარსული და ან ზოგადად რაღაც არის, ხო, გაწუხებს. აი ამ ყველაფერს, ექიმად მოდის, ექიმი ხომ არ არის ნეტა. მაკურნებლად მოდის ეს ადამიანი თქვენი სულიერი მდგომარეობის, ხო? აქ არის აუცილებლად იქნება სხვათა შორის საღამოს საათებში უფრო არის რაღაცა საღამოს საათებში შეიძლება შეხვედრა, ხო, შეხვედრა და მაშინ გეტყვით თქვენ აი ეს დაგელაპარაკებათ რაღაცას ოჯახზე ესეთნაირად რომ აუცილებლად გესიამოვნებათ, მაგრამ ეს სიამოვნება იქნება როგორი? აი ტკივილი რომ გაგიქრეთ ასეთი ჩემო კარგებო. რა საინტერესოა. კი, აქ იყო რაღაც ისეთი მომენტი, მე არ ვამბობ ეხლა მან და მაინც პირადი ურთიერთობა რაღაც ამ ტკივნეული გაიარეთ, ხო, ყველასთან ასე არ არის კაცო და ზოგთან არის შეიძლება არც გქონია პირადი ურთიერთობა, მაგრამ დავუშვათ მისი საახლობლო სხვის არ შეხედება, ხო? ან მეგობრები, ან რაღაც, შესწევს იმის უნარი, რომ დაინახოს, შეხედოს და რაღაცნაირად ეს აწუხებდეს ეს თემა, ხო? აი რაღაც ამ როგორ არის, იცი? აი ამ რაღაციდან გამოგიყვანთ ეს ადამიანი, როგორ არის, იცი, თითქოს სინათლეს, იმედს, აი შთაგონება, რომ ყველა ერთი ჯოხით არ არის დაუშვათ გასარეკი, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოუხარშოთ, საპონი არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის რა ქვია, გამოგაყრით მაინც უხეიროს განგაკეთებული საპონია, აი ესეთი მოტივაცია მოდის მოკლედ ამ ადამიანიდან, იმედი, სინათლე, რაღაც შთაბეჭდილების შეცვლა, თუნდაც აი ამ ფიქრების შეცვლა, დაძაბული მომენტიდან, ფიქრებიდან ან რაღაც მაინც გაწუხებდეთ, აი აქედან გამოსვლა ფიქსირდება ჩემო კარგო. ამაში გეხმარება თქვენ, ესე იგი, ეს ისე მოახერხებს აქ თქვენთან დალაპარაკებას, რომ თქვენ შეიძლება ადამიანმა თავის თავზე შეგიცვალოთ შთაბეჭდილება არის ვინმე თქვენს ცხოვრებაში, ხო? ესეც არის. და შეცვლა ოღონდ კარგისკენ. აი ესეთი მომენტი მიფიქსირდება გენაცვალე. მერე ის რომ ეს იქნება ძალიან გულწრფელი, ჩემო კარგებო, ნახეთ რა კარგი არკანია მოვიდა. ძალიან გულწრფელი. და აქ იქნება უკვე გადაწყვეტილება მისაღები. ესე იგი, ეს ადამიანი თქვენ ისე დაგელაპარაკებათ, რომ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ლიდერის თვისებები აქვს ამას. ეს არ არის პიჭე-პიჭვიდი რაღაცა და ან თუნდაც ისეთი გასაზრდელი ტიპაში. არა, ეს არის ჩამოყალიბებული პიროვნება, რომელმაც იცის რა უნდა და პირდაპირ ეს არ იწყებს მოდის შეგხვდე ჯერ გაგსინჯო როგორი იქნები. ასეთი ფორმატით უკაცრავად რა გავაკეთე. არ შემიძლია ეს ხან ლაპარაკი. ეხლა ვინც მიცნობთ და იცით ხო, გაიცინებთ და ვინც უცხოები ხართ, ცუდად და ღლიცინად მიიღებთ, კაცო, ესე არის, რა გავაკეთო, ესე იქცევა ბევრი მამაკაცი. ჯერ უნდა შეხვდე, ჯერ უნდა გაგსინჯოს, თუ მოეწონები, მერე დაფიქრდება. ხო, ესეთი ფორმატით ეს ადამიანი არ მოდის. ეს არის მამაკაცი ტიპაჟი როგორ არის, იცი, აი ქალს რო შეხედავს და ზუსტად იცის, რომ ამ ქალს გასასინჯი არაფერი არ სჭირს. ხო, ჩემი არის პირდაპირ რომ იტყვის და ზუსტად ჩამოყალიბებული რომ არის და კი მე ეს მინდა, მე ეს რაღაცა და ასე შემდეგ. ესეთი ფორმატით არის ჩემო კარგებო. ეს არის მამაკაცი, სხვათა შორის ერთ რაღაცასაც გეტყვით. არიან მამაკაცები ქალბატონს რო შეხედავენ, უბრალოდ შესახედად ხვდებიან, რომ
რამდენ კაცთან არის უშუალოდ განავლელი. ანუ ქალიშვილი არის თუ არა ესეთი ტიპაჟი, მაგრამ ზოგიერთები, რავი, ლოგინში რო დაუწოდა მისცე, მაგაზად მაინც ვერ მიხვდება. აი, შეიძლება გავდა ეცღა გამობრუცული თვალებით, ხო, შეიძლება ენა მოუბრუნდეს და ესე თქვას. ამიტომ აქ სხვა ტიპაჟი გვაქვს, სხვა დონე გვაქვს რა, დონია. ესეთი არის ჩემო კარგებო ეს პიროვნება. ხო, მე ხალი რა სიზამს ახლა რა გადამრიო თქვენ ვარს ეტყვით? ვარს არ ეტყვით, ეს ადამიანი იცით რა არის, თქვენ გიყურებთ შორიდან, ხედავ, გეტრფით, ეს თქვენ გიცნობთ, განაცვალე შეიძლება თქვენ არ იცნობთ, მაგრამ თქვენ გიცნობთ ეს შორიდან გერდით, მაგრამ საქმე რაში არის, ქალბატონი, რატომღაც ყურების ფხანას იწყებს ამ შემთხვევაში, ხო? ამ შემთხვევაში ქალბატონს მე ვფიქრობ, რომ რაღაც მაინც აქვს ის მომენტები, ესე იგი ეს რომ კიდევ ერთი გაკვეთილი არ იყო ჩემს ცხოვრებაში, ან თუ არ ყოფილხართ ურთიერთობაში, მაინც გეფიქრებათ, რომ ავიცი ჭკუის სასწავლებლად გიდი არ მგაც, რომ რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ ქალბატონებს სჭირდებათ ჭკუის სწავლება და იცით რა არის, ჭკუის სწავლება ჯერ არავის სჭირდება, მაგრამ როდესაც ხალი ხვდება შენს მოქმედებას და უშუალოდ და გეუბნება პირდაპირ მამაკაცს, ახლა მამაკაცებიც ხართ ჩემი მსმენელები, ხო? და პირდაპირ ხედავს, რომ შენ დაუშვათ მაწყენინებ, ესე მოიქცევი, ასე იზამ და რაღაცა და საპირისპიროს უმტკიცებ და მერე ბოლოში ამ ქალბატონმა როგორც თქვა, დაუშვათ მაინც ის აღმოჩნდება, ეს არის უკვე არაკაცობა. მოფერება არ შემიძლია ახლა მე ესეთ. ეს არის ძალიან რა ვიცი მე რა დონის ესა ნაბიჭვარი უკაცრავად. ეს არის ნაბიჭრული საქციელი უკვე. ძალიან დიდი ბოდიში მამაკაცებიც ახლა თუ ვინმე თქვენი თავი ამოიცანით. თუ არ იყავით დაფიქრებული, უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ, ხო? და მე მიუბრუნდები და ეტყვი, იცი რა, ცხოვრება ასეთია, ესეთია. თან ასე რომ ეტყვი, ხო? ეს არის უკვე პიკი, ზეპიკი. ხო და ამიტომ ამ ქალბატონსაც მე რო ვხვდები და ვუყურებ აქ ჭკუის მასწავლებელი ნამდვილად არ სჭირდება ახლა ეს თქვენ ვინც ახართ, ხო? ამაზე რომ გეფიქრებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც გადახედულება ცხოვრებისეული გაქვთ. და არც ცანცარა ტიპაჟი არ ახართ, ხო? ეს საკითხი გაწუხებთ, აქ არ აქვს მნიშვნელობა, გავლილი გაქვთ თქვენ, დავუშვათ წარსულში რამე ტრაგიკული ცხოვრება თუ დავუშვათ უბრალოდ იცით, რომ კი ასეც ხდება და არ გინდათ, ხო, თქვენს თავზე იგივე გაიაროთ, სავსებით ნორმალური არის, მაგრამ ნაბიჯვარს თუ გადაეყრებით, ახლა რა გითხრათ? კარგი, არ გვინდა ნაბიჯვრებზე ლაპარაკი, მე უკვე რამდენჯერ გავიმეორე. აქ ესეთი ტიპაჟი ნამდვილად არ ფიქსირდება. პირიქით, ეს ადამიანი როგორ არის, იცით, თქვენს ღირსებას ძალიან კარგად ხედავს და ძალიან გამორჩეულადაც აღიქვამთ. აქ არ ხედავს უბრალოდ ქალბატონს, აქ რაღაც თქვენში ხედავს იმ სილამაზეს, იმ გამორჩეულობას, იმ რაღაც დადებითვისებებს და ზუსტად ამიტომ ნახეთ როგორ არის, იცი, თქვენს წინაშე არის როგორი განცდით, იცი, აი პატივს ცემ უაღრესად, ლამის რევენსაცი რო გაგიკეთოთ და ისე შეხვდეთ ადამიანი ან ხელზე გიამბოროთ, ესე შეხვდეთ, ესეთი ტიპაჟის ადამიანი, აი ამ ხელა პატივისცემა აქვს ამ ადამიანს, თქვენთან საინტერესოა ვინ ყავს ესეთი კაცი ახლა. არ შემაყვაროთ. აბარა სასიამოვნოა რა თქმა უნდა, ახლა ამ ხელა პატივისცემა რატომათაც არა, თქვენ წარმოიდგინეთ უკვე დავდნი, რასაც ვკითხულობ, იმდენად მე სიამოვნა და იმდენად კარგი ენერგია წამოვიდა. აი, ხომ გეუბნებით რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მოხიბლულიც დარჩებით. ახერხებს ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში ამას, ხო? თქვენთან, იმიტომ რომ გითხარით, აი გამოყავხართ, აი თქვენ დავუშვათ მაგ ენერგიებიდან, რომ დავუშვათ გაკვეთილი არ იყოს, რამე არ მოხდეს, მე უსამართლობა არ მიმატოვოს, ასე და ისე. არა. ამ ყველაფერს ისეთი ფორმით აკეთებს ეს, რაც თქვენთვის მისაღები იქნება და ძალიან მაგარია.
როგორ მიხარია ხანდახან მაინც რომ ესეთნაირად ვიღაცა გამოჩნდება, იცი, იმედი მეცლება. მეცემა ცხოვრებაში, როგორ იცით, რომ თლად, რა ვიცი, წამხდარი არ არის ეს ქვეყანა. კარგით. მოდი კიდე რა ვნახოთ ახლა. ეს თქვენს მიზნებში იცი რა არის? მე მიზნები და რაღაც ისე მაინტერესებს რა ეტაპზე იყავით და რა გჭირდათ და მომენტალურად აი ამ საკითხის მოგვარებაში თქვენ თავიდან რაც დავიწყე, ხო? თუ არ გახსოვთ, მეც დამავიწყდა, მაგრამ შეგიძლიათ მოისმინოთ ისევ თავიდან. აი ამ პროცესში რაღაცა მომენტალურად ამ დროს მოაგვარებთ და ეგრევე გამოჩნდება თუ ამ პროცესში როცა იქნებით თქვენ, მაშინ უკვე ეს ადამიანი წესი აქტიურდება. პარალელურად გადაებმება თქვენ რა საკითხიც გაწუხებთ, აი აქედან მომენტალურად პირადზე არც ვაპირებდი. აი პირადი ვითარდება ვიღაცასთან. აქ კარიერა ის ამ საკითხსაც აგვარებთ, რაც ახლა გაწუხებთ. თავში რაც ვთქვი და პირდაპირ ეტაპობრივად რაღაცა გაგრძელება არის უკვე პირადის, ხო? კარგით, ეხლა ეს რა სიზამს, კარგი, ეს იმედი მოგცათ, შეგხვდათ, რევერანსიც გაგიკეთათ, ხელზეც გიამბურათ, პატივიც გცათ, გადაწყვეტილება არჩევანის წინაშე კი არ გაყენებთ, აი გადაწყვეტილება რომ მიიღოთ და მე რა იქნება, რამე იქნება კიდევ აქ სიკეთე? ბედის თემაში განხილვა საკეთებთ. არ გაგიკვირდეთ სერენადებიც რო გიმღეროთ ფანჯარასთან. რა. მეზობლები შეამზადეთ განაცვალეთ თქვენ. ესე რომ ვთქვათ, შოკი ინფორმაციისთვის, იმიტომ რომ აქ აშკარად არის, შეიძლება მოგაკითხოთ, შეიძლება ფანჯარასთან რაღაცა გააკეთოს, გადაგახედოთ, ან მართლა გიმღეროთ კარებთან, იმიტომ რომ რაღაც სასწაული სამოვიდა ინფორმაცია, თან ძა ბიჭბუჭა არ არის ეს, თან ესე ჩამოყალიბებული, თან ამხელა. ნუ ამას გადაწყვეტილი აქვს უკვე, რომ მე მინდა დაოჯახება, საქმე ამაშია. გაიგეთ? აი ეგ არის აქ. ეს არ მოდის უბრალოდ გასართობად, როგორც გითხარით, გავსინჯო და ასე მოვსინჯო და კბილი მოვსინჯო, როგორ მოიქცე, ამან ძალიან კარგად იცის თქვენ როგორ მოიქცევით, რა გინდათ, როგორ გინდათ და მანაც იცის რა უნდა, როგორ უნდა. ასე რომ ძალიან მაგარია. სერენადებიც ავამღერეთ, მღერის, შეიძლება მუსიკოსია, არა, გამორიცხული, ან მომღერალი რაღაცა, ან მუსიკოსი ან მომღერალი მუსიკა. ხა ცოტა ისე თქვი უცნაურად, ხო, რაღაცა შეიძლება კულტურის სფეროშია ეს ადამიანი, ან იცის კულტურა არა, თავიდან სხვა იგი ვთქვი, სხვა პროფესიები ვთქვი, ან იცის უბრალოდ სიმღერა გამოდის, ხო, თქვენი შეხვედრა, კი ბატონო, მე კი ბატონო, გადაადგილება, მოულოდნელი, ეს იქნება მოულოდნელი, როგორ გააკეთებს, იცით, ეს სურპრიზის სახით, მოულოდნელი რაღაც შეხვედრა, ჩახუტება და ასეთი მთელი ამბები. ამის შემდეგ კიდევ რა სიზამს? აკა ინფორმაციები ავკრიბე კაცო. არ არის გამორიცხული, აქ წვეულებაზეც ერთად წახვიდეთ სხვათა შორის. ცოტა ასე მგონია, რომ ამ ადამიანს, იცით რა არის, ენერგია, ოღონდ, აი ხუმრობა რომ უყვარს ადამიანს, სიმღერა, ეს ყველაფერი, აი ესეთი რაღაცები არ აკლია ამ ადამიანს. ეს რაღაცა აქვს რა, ეს ენერგია აქვს. ეხლა მართლა მომეწონა ჩვენი სასიძო, რა გავაკეთო. ეს რა ბიჭი გავჩითეთ აქ კაცო. ხო, ეს ენერგიებიც ამადევან არ არის, ან ჯმუღი ტიპაჟი არ არის, ხო? ეხლა ვერც აცეკვებ, ვერც ამღერებ, ვერც გააცინებ, ვერც ახუმრებ და რა დაждდება ესე ხვირდაშვებული და შენ თუ იმღერე კიდე. ნერვებს მოგიშლის, ესეთი არ არის. ეს არ მოგშორდებათ თქვენს ირგვლივ იტრიალებს და იტრიალებს კი ბატონო და მე ამ წვეულება შეიძლება სადმე აი ისეთ ადგილას, ხო, ეხლა
შეიძლება თვითონ დაგპატიჟოთ ან რაღაცა საერთო ამბავი გამოიჩხრიკნოს. მე არ ვიცი რა წვეულება შეიძლება დაბადების დღე გაქვთ ან მას გქონდეთ და რაღაცა ესეთი გაიჩითოს. მანახე კერერა სიზამს. უი, ეს რა იყო? ოპს. არა, ეს არის ვიღაცას რატომ მოხდა ეს მომენტი მანახე. რატომ აქ არის ინმე სხვა ქალი, ახლა გადამრიოდ აქ ქალი არ შემოაგვეხო ერთი თუ ღმერთი გწამს, ახლა ეს იმდენი კაი რაცხა ვილაპარაკე და არა, ეს არის რაღაცა იმოქმედებს, ისეთ გაჩეჩვა მოგინდებათ. გაჩეჩვა მაინც გავაფუჭეთ თუ რაღაცა მაინც ვქენით, ხო? რაღაცას იმოქმედებს ისე რომ აი გაჩეჩვა მართლა მოგინდებათ ამის. რა საკეთებ ესეც? ოღონდ მითხარ რამე ქალი თუ რაღაცას გაიგე. წარსულზე. თუ ამ კაცს გაჩეჩავს ვინც ხარ ქალბატონის თავდასხმა დაფიქსირდა აქ და თქვენთან ხელს შეუშლის თქვენს ურთიერთობას ეს ყველაფერი. არა ვიცი შემთხვევაში. ხო, ესე იგი ეს მამაკაცი ქალბატონების ყურადღების ცენტრში ხდება. აქ არ გამიკვირდება ვიღაცა მოულოდნელად ამ წვეულებების და ამბების შემდეგ გამოხდეს აქ და თავს დაესხას მართლა. რა ისტორია დავხატე, რა არის კაცო? სასწაული პირდაპირ მოუყევი რამის ეს ისტორია. კი იქნება პატარა რაღაც, მაგრამ ეს იმდენად მკაცრი მას რა ქვია მანერას დაიჭერს, ძალიან გაუმკაცრდება ხასიათი. იმისანაც დაიფრთხვენს, რომ ამ ქალბატონს, რა ვიცი, გულის პრანჭვები ემართება, მაგრამ მოიშორებს, დაასაფლავებს. ანუ დაასრულებს ურთიერთობას თუ რაღაც ესე, ხო, და ეს ქალბატონი ათვალიერებს მე ფარულად ვითომ ეს მამაკაც ესე იგი მაგის უნარის შესწევს ესე თქვას და всё ასე იქნება და შენ ვის გაუბედე გრუხუნი ცოდნია ესე იგი და გრუხუნების თემა გამოსდის ახლა რომ არ გამოდიოდეს მაშინ ვიტყოდი პროწონი ცოდნია თქო და გრუხუნი ცოდნია უკაცრავად აქ თქვენ ეს ვერავინ ვერ დაგაკლებს ამას შვენივრად მისთვის ისეთი ძვირფასი და სასურველი ხარ, რა ვიცი, ოღონდ ქალბატონების ყურადღების ცენტრში რომ იცოდეთ არის ექცევა, ასე რომ ეს თემა უნდა იცოდეთ, უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ ამას თუ არ უნდა, ამაზე ვინმეს არ იმასქნეს. ან შეიძლება საზოგადოებრივი მდგომარეობა მის ისეთია, რაღაცა ყურადღების ცენტრში მაინც ხდება, ხო? ну ახლა მე ვინც დავასახელე მამაკაცი, ესეთი მამაკაცი უნდა მოხდეს ყურადღების ცენტრში წესით. კარგი, მე თქვენთან მიმართებაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე სხვა თემით დავიწყე და სხვა თემაზე გადაწყვეტილება. ეს საქმე თუ გამოვიდა ვისთვისაც არის, იცით რა არის, საქმე არ გააფუჭოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხელის გულზე გაცხოვრებთ. აქ თქვენ არ იმასქნათ დაიწყოთ ზედმეტი ფიქრი არ გადამრიოთ. არა, არ დაიწყოთ ზედმეტი ფიქრი, ამ ქალბათ ვიღაცის გამო საქმე არ გააფუჭოთ. ვიღაცა გამოხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი გეუბნებით ხელის გულზე გაცხოვრებთ. ეს არ არის ის ტიპაჟი, ესე რა ქვია, ადვილად დაიპორწიალოს ვიღაცა კაკილასავით, ხო? ყურებზე. ასე რომ აი ვიღაცა მოდის აქ თქვენთან და შეირგეთ, არ დაიწყოთ რაღაცა გაჯანჯი. კი აქ მიფიქსირდება მაინც თქვენ
ისე ვერ იზამთ რაღაცა თავის შეკავების გაბრაჭვისანი გიქნებათ, მაგრამ ეს არა, ეს საკითხი გადაწყდება, იმიტომ რომ აქ პირდაპირ დაქორწინებამდე მიდის ეს ადამიანი. და იცით რა არის, მე ვფიქრობ, რომ თუ ცხოვრებისკენ მოგაბრუნებთ რა, შეიძლება ვიღაცისთვის ეს სიტყვაც იყოს აქ. გამოგაფხიზლებთ, გამოგაცოცხლებთ, ენერგიას გიბრუნებთ, იმედს გიბრუნებთ. აი იმენა სხვა პიროვნებას, აი გეუბნებით, ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იგრძნობს მის გვერდით თავს. ბედი აქ. ეს მალე იქნება ხალხნო. ამას არ აგვიანდება ბევრია, თითქოს ახლა ის რაღაცა, ვიცი, ამ საკითხს ახლა თუ დაიწყებთ საქმის მოგვარებას, რაც თქვენ თავიდან დავიწყეთ და გავაჟღერე, მაგ საქმეს მოყვება კუდად ესა რა ვიცი როგორ რანაირად. რატომღაც არ დავაკვირდი მაგ საქმესთან დროს ეცნობი თუ რაღაცა მაგ დროს გამოჩნდება. ნუ რაც იყო ეს იყო, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაც ინფორმაცია იყო. კი, აქ დავაოჯახე მე ვიღაცა. დავაოჯახე. გისურვებ წარმატებებს. თუ კი, არ მიფიქრობ რომ თქვენ არც ალბათ ოცნებაში უფრო გქონიათ ესეთი პიროვნება თქვენ რეალურად არ წარმოგიდგენიათ მე რაც აქ დავინახე, რაც თქვი სიტყვებით გამომხატე, რაც ენერგია მოდის და მე აქ შევიგრძენი, უფრო მეტი არის, ვიდრე მე სიტყვებად გადმოვეცი, გაიგეთ? ამიტომ აქ უფრო არის ის მომენტი, რომ თქვენ შეიძლება კი გიფიქრიათ, მაგრამ უფრო მგონია, რომ ან ფილმებში, ან ზღაპრებში რაღაც ესე, ვიცი, აქ მეფე მოდის უფრო სწორად, პრინცი მოდის აშკარად. ეს სხვა არის, განსხვავებული, ეს სხვა არის, ეს არ არის მასიური ტიპაჟი. დავმუნჯდი. ესე იქნებით თქვენ თვითონაც დარჩებით გაკვირვებული. როგორ დარჩებით, იცი, ჩემს რეალობაში ხდება ნამდვილად ესეთი პიროვნება არსებობდაო და მე ვფიქრობ, რომ ალბათ აქ როგორ რაღაცას იტყვიან, იცი, ქალიჯ და ბეცელოდაო ეს არის. ან ბიჭზე თუ აგაშლა, მაშინ ესეთი ძალიან კარგი ქალბატონი, ან ვიცი მე დაგაყენებთ ფეხზე შეიძლება თქვენი როგორ არის, იცი, ხანდახან არის რომ ადამიანთან რომ შემოდის აი პირადიში ვიღაცა იფურჩქნება, მოდი ასე ვთქვათ. წარმატებული ხდება ან კარიერაში თვითონაც, ფიზიკურადაც კი არ სუქდება და მახინჯი და პირიქით ტონუსში მოდის, ხო? ხდება ესეთი რაღაცაც და აქ ამ ადამიანს ესეთი ბედნიერება მოაქვს, ესეთი რაღაც მოაქვს. ძალიან მაგარია. გისურვებ წარმატებებს და გაგშტობებით დროებით.